ჭებირის დაზიანების ბრალდებით მსჯავრდებული ომარ ოკრიბელაშვილი სავარაუდოდ გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყავთ. სინდისის პატიმარმა დახმარებისათვის მამას დაურეკა. ოჯახმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ მისი რუსთავის ციხეში გადაყვანის პროცესის გადადება რამდენჯერმე ითხოვა. ისინი შეწყალებაზე ოცნების პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც ადვოკატის თქმით შეიძლება აღდგომის დღესასწაულზე მიიღოს. იზი ვეკუა დეტალებით აგრძელებს საუბარს ფორმულას პირდაპირ ეთერში. ახლა ჯერჯერობით უცნობია გადაიყვანეს თუ არა ომარ ოკრიბელაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში. ამ დრომდე ადგილზე გლდანის პენიტენციური დაწესებულებასთან არიან მისი უფლებადამცველი და ასევე ოჯახის წევრებიც და მას არ ეძლევათ ინფორმაცია ომარ ოკრიბელაშვილის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, არც მისი მონახულების საშუალება არ აქვს არც ერთ მათგანს. შემდეგნაირად განვითარდა დღეს მოვლენები. დილის საათებში ომარ ოკრიბელაშვილმა ჯერ დაურეკა საკუთარ უფლებადამცველს დავით გამკრელიძეს, შემდეგ მამამისს და ორივე მათგანს უთხრა, რომ მასთან დაახლოებით 10-მდე საბადროგო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ შესულები და იძულებით ეუბნებოდნენ, რომ დაიძულებდნენ მას, რომ დაეტოვებინა გლდანის პენიტენციური დაწესებულება და გადაიყვანათ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში, თუმცა ომარ ოკრიბელაშვილმა ცხადია მათ ამის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ ომარ ოკრიბელაშვილთან მოვიდნენ მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მათ არ ეძლევათ საშუალება, რომ მოინახულონ ომარ ოკრიბელაშვილი. რაც შეეხება იმას, თუ რაში ხედავენ ომარ ოკრიბელაშვილის გადაყვანის აუცილებლობას ოჯახის წევრები, მათი პოზიცია შემდეგნაირია. ისინი ამბობენ, რომ ამ ყველაფერს უკავშირებენ იმას, რომ ომარ ოკრიბელაშვილმა რამდენიმე თვის წინ მოინახულა ნიკოლოზ ჯავახიშვილი პენიტენციური დაწესებულებაში. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილიც არის ერთ-ერთი რეჟიმის პატიმარი და ამ ყველაფერს უკავშირებენ უფლებადამცველიც და ოჯახის წევრებიც და თვლიან, რომ რეჟიმს არ სურს, რომ ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთთან იურთიერთოს და ჰქონდეს კომუნიკაცია. თუმცა ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ ომარ ოკრიბელაშვილის გადაყვანის აუცილებლობა საერთოდ არ არსებობს, ასევე მათ ჰქონდათ კომუნიკაცია გლდანის პენიტენციური დაწესებულებასთან აქამდეც და ნათქვამი იყო, რომ ის საბოლოო სასჯელს მოიხდიდა სწორედაც, რომ გლდანის ციხეში მას სასჯელის მოხდამდე კი 8 თვის აქვს დარჩენილი და ახლა მისი გადაყვანის აუცილებლობა საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. დღეს დილას ადრე მე დამიკავშირდა ომარ ოკრიბელაშვილი, იგი იყო საოცრად აგროვებული, აკანკალებული ხმით, ესე რომ ვთქვათ, მალვე მითხრა, რომ მას საკანში შეუვარდა რამდენიმე ბადრაგი 10-მდე ესე რომ ვთქვათ პენიტენციური თანამშრომლები, რომლებიც აიძულებდნენ მათ გადაიყვანათ მე-12 დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, ჩვენ ომარის თუნდაც საბას საქმეში, სხვა ესე რომ ვთქვათ პატიმრები, რომლებიც ამ აქციებზე იღებდნენ მონაწილეობას, ყველგან ამ საქმეებში არის პოლიტიკური არჩეული, ესე რომ ვთქვათ, და ამ პატიმრების თუნდაც მე-17 დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც სხვა გარემო და სხვა დღის წესრიგია, ესე რომ ვთქვათ, ან თუნდაც მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა, ხო გამოიწევს მათ ჩაგვრას, ესე რომ ვთქვათ, დამცირებას და იქნებიან არაადამიანური მოპყრობის ქვეშ. მე პირადად ამას უკავშირებ თუნდაც იმ ფაქტს, რომ რა დროსაც მაგალითად იგივე ჯავახიშვილი და ოკრიბელაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, მე ჩემი კეთილინებით ეს რომ უკანონო ქმედება მან არაფერი არ გაგვიხორციელებია ადვოკატებს, მეც დავით სანაძეს მეორე ადვოკატი, უჩვეულებრივად ორდერები გამოიწერა და ეს ადამიანები გადაეკვეთნენ ერთმანეთს მისაღებში და დაგდნენ დაილაპარაკდნენ, ამაში უკანონობა არაფერი არ არის. თუმცა ამაზე დღეს აკეთებს უკვე აქცენტს პენიტენციური დაწესებულება და თითქოს მთელი ეს ახალგაზრდები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ. ისინი მოგეხსენებათ არ არიან ერთი სისხლის სამართლის ფარგლებში დაკავებული პატიმრები და მათ უფლება აქვს თუნდაც შეხვდნენ. დღესაც ჩვენ მოსულები ვართ და ადვოკატს არ უშვებენ, ისე რომ ვთქვათ, რომ ნახოთ ომარ ოკრიბელაშვილი მდგომარეობა, ანუ გადაიყვანეს, არ გადაიყვანეს, დატოვეს, ფიზიკური ზემოქმედება მოხდა მასზე, მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. პირველი დაურეკა ადვოკატს, შემაშვილმა ომარ ოკრიბელაშვილმა, მე დამერეკა მამია მიშველი ორამე მერატო. იქ რა მოხდა ეგ ჩვენ არავინ არ ვთვლი არ ვიცით, რო იტყვიან, ფსიქოლოგიურად მოხდა თუ ფიზიკურად ზეწოლა რო იტყვიან, ისე უნდა გადახვიდე. როცა სრული უფლება აქვს, ასაც ქვია პატიმას, რომ მოითხოვოს, რომ არ გადავიდი აქედან. ეს მოხდა და მეტო მოხდა ეს აზიოტაჟი და სრულად მსვლობით თქვენ მადლობა პირველს, ფორმულას, პუბლიკას, ყველას მადლობას გიხდით, აი ესეთი ყურადღებისთვის, რომ მინდოდა რომ აქ მოსულიყავით, რომ აი ეს ყველაფერი გაშუქებული იყო, რომ ხალხმა ყველამ დიდმა
ატარა გაიგოს რომ რა ხდება საქართველოში. ბევრჯერ ყოფილა ისეთი სიტუაცია, დაეწერა განცხადება და თვითონ თავისი ნებით გადასულიყო. და ამ შემთხვევაში ეგრე არ მოხდა. ადვოკატი გვეუბნება, ხვის ტემპრიც შეცვლილი ქონდა რაღაცა ანერვულებული სახით დამირეკაო და ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ჩვენც ისე შოკირებული დავჭი. დიახ, როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით უცნობია გადაიყვანეს თუ არა ომარ ოკრიბელაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. შეგახსენებთ, რომ ომარ ოკრიბელაშვილი დააკავეს რუსული კანონის აქციების მიმდინარეობისას მას ჯებირის დაზიანებას ედავებიან პარლამენტის წინ და ამიტომ ადვოკატებისა და ოჯახის წევრების თქმით ისინი რჩებიან ადგილზე, მანამ სანამ არ გაარკვევენ ზუსტად თუ სად იმყოფება ომარ ოკრიბელაშვილი და რა ბედია არის მას რუსული რეჟიმისგან თუ გლდანის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისგან.